ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძვანო და დანო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კვეთით აღდგინების სასწაულის შესახებ. ამ სასწაულს ეხება სულთმოფენობიდან მე-19 შვიდეულის კვირადღის წირვის სახარება. ეს არის სახარება ლუკასი მე-7 თავის მე-11 მუხლიდან მე-16-ს ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა რქვიან ნაინ და თანა უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი და ვით არ მიახლა ბჭეთა ქალაქისათა და აჰა ესერა გამოაქუნდა მკვდარი ძე მხოლოდ შობილი დედისა თვისისა და იყო იგი ქვრივ და ერი მრავალი იყო ქალაქისა მის თანა და იხილა დედაკაცი იგი იესო და შეეწყალა იგი და რქვა მას ნუ სტირ და მივიდა ცხედარს ამას და შეახო ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი დადგეს და რქვა მას ჭაბუკო შენ გეტყვი აღდეკ და ზე წამოჯდა მკვდარი იგი და იწყო სიტყვად და მისცა იგი დედასა თვისსა და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს ვითარმე წინასწარმეტყველი დიდი აღდგომილარს ჩვენ შორის და რამე თუ მოხედნა ღმერთმანერსა თვისსა. სახარებაში არის სამი შემთხვევა მკვეთით აღდგინებისა. პირველი შემთხვევა ეს არის როდესაც იესო ქრისტესთან მივიდა სინაგოგის უფროსი, ანუ იუდეველთა ელიტარული ფენის წარმომადგენელი, სწორედ იმ ფენისა, რომელიც ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა იესო ქრისტეს და ხალხს, ასე იგი, აშინებდა იმის გამო, რომ ვინც ქრისტეს როგორც წინასწარმეტყველს, როგორც ღვთის ძალით მოქმედს აღიარებდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა მათი კრებულიდან მოკვეთა, ანუ უმძიმესი სასჯელით აშინებდა, აი ამ ფენის წარმომადგენელი მოდის და სთხოვს დახმარებას. და რა არის ეს თხოვნა, რა სთხოვს? მისი 12 წლის ასული სიკვდილის პირას არის. და აი ამ დროს, ესე იგი, ბუნებრივია მასში იყვნენ აი ამ ელიტარულ ფენაში, როგორც უდავსახურთა შორის, ისე საერო პირებს შორის, ფარისეველთა აი ამ სექტაში იყვნენ ერთეულები, რომელიც გრძნობდნენ, რომ იესო ქრისტე არის ღვთისაგან, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ამბობდნენ. მაგრამ აი ამ მომენტში, როდესაც მისი ქალიშვილი ხვდება, იაიროსი ხვდება, რომ იესო ქრისტე შეუძლია გადაარჩინოს მისი ქალიშვილი სიკვდილისაგან და უკვე მას, ასე ვთქვათ, აღარ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა სიტყვიან მის შესახებ, ვთქვათ, ელიტარული ფენის წარმომადგენლები და მიდის ქრისტესთან. ნუ, ჩვენ როგორც ვიცით, იესო ქრისტე სანამ მივა ოჯახში, ოჯახის ახლობლები მოდიან იაიროსთან, სინაგოგის უფროსთან და ეუბნებიან, რომ შენი ქალიშვილი გარდაიცვალა და ნუ აღარ შეაწუხებ მოწვარს. მაგრამ იესო ქრისტე ეუბნება, შენ მხოლოდ გწამდეს და შენი შვილი იცოცხლებს. და მიდის და აღადგენს მას კვეთით, თუმცა საჯაროდ ის აცხადებს, რომ იგი არ მომკვდარა, მას ზინავს, ეს ხშირია მაცხოვრის მხრიდან, როდესაც იგი ცდილობს დაფაროს თავის სასწაული და რატომ ფარავს იგი ამ სასწაულებს? იმიტომ რომ არ არის ჟამი მოსული, რა ჟამზეა ლაპარაკი, რა ჟამი უნდა მოვიდეს, ჟამი, როდესაც იგი ჯვარზე უნდა გააკრან
და დროზე ადრე რო არ მოხდეს აი ამ სასწაულების გამო ერთის მხრივ ხალხის მიერ მისი აღიარება და მეორეს მხრივ აი ამ აღიარების საპირისპიროდ ელიტარული ფენის მხრიდან აგრესიის გამოვლინება, როდესაც მოხდება მისი ჯვარცმა. და აი ეს დროზე ადრე არ უნდა მოხდეს. ეს ამიტომ ხშირად ის ეუბნება, რომ ამაზე ნუ ისაუბრებთ, ამ სასწაულს ნუ რავის ნუ ეტყვით. და ესე იგი რაღაც დრო არის საჭირო, რომ იესო ქრისტე მიქადაგოს, რომ იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება კიდევ ერთხელ აჩვენოს, რისთვის რომ ის ადამიანები, ვინც მზად არიან, რომ ისგან მიიღონ, რომ ისინი განამტკიცოს, ხოლო ვინც ჯერ არ არის ამისთვის მზად, მათ კიდევ ესე ვთქვათ ეს შესაძლებლობა დაუტოვოს მოქცევის და აი ამიტომ იგი ამას ფარავს. მაგრამ ფაქტია, რომ იგი მკვეთრით აღადგენს და ყველა მიცის, რომ ეს იყო გარდაცვლილი უკვე 12 წლის ასული. აი მეორე შემთხვევა ეს არის სწორედ აი რაც ჩვენ ახლა წავიკითხეთ, ქალაქ ნაინის გალავანთან, როდესაც დიდი პროცესია გამოდიოდა ქალაქიდან, მოასვენებდნენ ახალგაზრდა ჭაბუკს, რომლის დედაც ერთადერთი შვილი იყო დედისა და ეს ქალი იყო ქვრივი, ესე იგი მეუღლეც გარდაეცვალა, ახალგაზრდა შვილი და რასაკვირველია, მძიმედ მგლოვიარე იყო, მთელი ქალაქი მას, ასე ვთქვათ, უთანაგზნობდა და მის გვერდში იყო და ამავე დროს იესო ქრისტეს ძალიან დიდი რაოდენობა მოყვებოდა ადამიანების, ანუ ეს იყო შემთხვევა, როდესაც კიდევ ერთხელ დიდ უმრავლესობას უნდა ეხილა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ძლევამოსილება, ღვთაებრივი, ესე ვთქვათ, ძალაუფლება, ხელმწიფება და ღვთის განგებით ასეთი რამ ვითარება შეიქმნა და იესო ქრისტე ჭაბუკს აღადგენს. და ბოლოს ესე იგი მესამე, როდესაც იგი აღადგენს ლაზარეს. და აი სამივე შემთხვევაში მას არ თხოვენ მკვეთრით აღდგინებას. ნუ პირველ შემთხვევაში მას თხოვს იაიროსი, სინაგოგის უფროსი, რომ მომაკვდავი განკურნოს, მაგრამ მოხდება ისე, რომ უკვე სანამ იესო ქრისტე მივა, იგი გარდაცვლილია და რაც შეეხება ნაინელი ჭაბუკის განკურნება, მკვეთრით აღდგინებასა და ლაზარეს აღდგინებას, აქ არავინ არ თხოვს მას, ის თვითონ აღასრულებს და რისთვის აღასრულებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეკლესიის ისტორიაში შეიძლება სულ ესე ვთქვათ 2-3 შემთხვევა იყოს, როდესაც ესე ქრისტეს როგორც თქვით, ქრისტესთვის არავის არ უთხოვია მკვეთრით აღდგინება. ხოლო ესე იგი მოციქულ ესე იგი პეტრესთან არის შემთხვევა, როდესაც ის ტაბითას აღადგენს, ნუ პირდაპირ ესეთი თხოვნა მისი აღდგენის არ არის, მაგრამ ძალიან დიდი წუხარების გამო, გლოვის გამო ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ აი პირდაპირ ესეთი თხოვნა არის ანდრია პირველწოდებულის მიერ საქართველოში, კერძოდ აწყურში მისი ქადაგების ჟამს, როდესაც იმ აწყურის ესე იგი თავარს ხრივ დედაკაც სამძივარს გარდაეცვლება ახალგაზრდა ჭაბუკი და ის ხედავს, იგებს, რომ არის ასეთი ღვთის მოსავი პიროვნება, რომელიც რაღაც ახალ სარწმუნოებას გადაგებს და რომელიც სასწაულებს აღასრულებს და აი ის მიმართავს მათ და სთხოვს შვილის მკვეთრით აღდგენა. მკვეთრით აღდგენის თხოვნა ეს ესეთი ძნელია, შეიძლება ადამიანს თხოვო სნეულის განკურნება, მძიმე სნეულის, აი მომაკვდავის, მაგრამ ესე მკვეთრით აღდგინების თხოვნა რეალურად პრაქტიკულად ეს არ ხდება ასეთი რამეს თხოვნა. ამიტომაც ეს აღესრულება სწორედ ღვთის განგებულებით განსაკუთრებულ შემთხვევებში და რა შემთხვევა იყო ნაინელი ჭაბუკის მკვეთრით აღდგინება, როცა უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და
ყველას შეეძლო დაინახა რომ იესო ქრისტეს აქვს ღვთაებრივი ხელმწიფება. ეს იყო მთავარი მიზანი. იესო ქრისტეს სურდა, რასაკვირველია, ახლა ადამიანის თვით აღდგინება, მისთვის სიცოცხლის დაბრუნება ეს უდიდესი სიკეთეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმიტომ რომ ასე შეუძლებელია უამრავ ადამიანის ასე ვთქვათ, ესე ტრაგიკული შემთხვევები ძალიან ბევრია, როცა ძალიან მძიმეა ეს ვთქვათ ჭირის უფლის მდგომარეობა, მაგრამ მთავარი არის სწორედ ის რომ ადამიანებმა დაინახონ ერთის მხრივ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ხელმწიფება და გამტკიცდნენ რწმენაში რომ იესო ქრისტეს რადგანაც აქვს ღვთაებრივი ხელმწიფება შესაბამისად მისი სწავლება არის ჭეშმარიტი და მიიღონ ეს სწავლება და ბუნებრივია ცხონდნენ მიიღონ ესე იგი სულის ცხონება ან უკტრეთით აღდგინება სულისა სულიერი მკვეთრით აღდგომისათვის ხდება ეს ფიზიკური მკვეთრით აღდგინება და მეორე რაც არის ასევე მნიშვნელოვანი რომ ადამიანებში იყოს რწმენა საყოველთაო მკვეთრით აღდგომისა ეს წინასახია საყოველთაო მკვეთრით აღდგომის ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ ღმერთს შეუძლია სხეულში რომელიც განშორებულია სულს და ფაქტიურად იგი არის განწირული ხრწნილებისათვის, დაშლისათვის სხეულში დააბრუნოს სული და სხეულს ისევ სიცოცხლე დაუბრუნოს და სხეულიც სიცოცხლეში აღადგინოს. აი ეს რო შეუძლია და რომ ეს არის საყოველთაო აღდგომის წინასახე. აი ეს არის მთავარი და ჩვენი სიმბოლო სარწმუნოებისა მთავრდება ასე მოველი აღდგომასა მკვეთრით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა ამინ. აი სწორედ ეს კიდევ ერთხელ ეს სახარება გვახსენებს რომ ყოველი ადამიანი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებელი ელოდება საყოველთაო აღდგომას, როდესაც ყველა გარდაცვლილი ხორცს ესე იგი სული და ხორცი, ესე ვთქვათ, ისევ სულებია, გარდაცვლილთა სულები, რომელიც არ ქრება ისევე როგორც აი ნაინელი ჭაბუკის სული, განშორებული იყო სხეულს, მაგრამ იგი ცოცხალი იყო და უბრალოდ სხეულში აღარ იყო. აი ეს სული დააბრუნა, ასევე სულს დააბრუნებს და სხეულს ისევ შეასხამს ხორცს, ძვლებს და გაამრთელებს სხეულს და შეუერთებს სულს და ეს იქნება მეორედ საყოველთაო აღდგომისას ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს და აი სწორედ სიმბოლო სარწმუნოების ამით თავდება მოველი აღდგომასა მკვეთრით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა ამინ. აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებელი აღდგება და არაუბრალოდ აღდგება მისი სული და ხორცი, აღდგება ეს იქნება სხვანაირი ხორცი დაეფლის ხორცი მშვინვერი და აღდგება ხორცი სულიერი. ეს იქნება სხვა თვისებების სხეული, მაგრამ ეს სხეული იქნება და ესე იგი იგივე სხეული როგორც ადამიანს სიცოცხლეში ჰქონდა და ეს იქნება მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის აღდგება ადამიანი. და რაც შეეხება აი იმის და რწმენას რომ იესო ქრისტე ღვთაებრივი ხელმწიფებით მოქმედებდა, აი ეს სწორედ აი ამ სასწაულმა ეს რწმენა რასაკვირველია განამტკიცა, უბრალოდ გააძლიერა ისრაელის იუდეველთა შორის, ისრაელთა შორის, რატო? იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ ქრისტეს სასწაულებს, მაგრამ მაინც მერყეობდნენ და მათ თქვეს ასეთი სიტყვები, რაც სხვაგან არ არის. რომ აი წინასწარმეტყველი დიდი მოგვილინა ღმერთმა და რაც ჩანს რომ ღმერთმა მოხედა
ისრაელს. ანუ 4 საუკუნე არ ჩანდა ესე დიდი წინასწარმეტყველი და მაინც იყო მოლოდინი, რომ ასეთი უნდა მოსულიყო და ფაქტიურად ეს იყო მესიის აღიარება, თუმცა ჯერ კიდევ ისინი ვერ აღიარებენ, რომ ეს არის ესე იგი ძეღმრთისა, ანუ თავად ღმერთი, მაგრამ ისინი აღიარებენ, რომ ის არის აი დიდი წინასწარმეტყველი, ის არის ღვთაებრივი ხელმწიფების მატარებელი და ესეც ძალიან დიდი რამ იყო. აი იგივე მოხდა უკვე მერე ლაზარეს აღდგომის შემდეგ, უფრო დიდი მასშტაბით და უფრო სრულყოფილად, ესე იგი აი სწორედ ამას ემსახურებოდა ეს სასწაული და ჩვენს გვმართებს, რომ ერთის მხრივ გვწამდეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ხელმწიფება, რომ მას ძალუც მკვეთრით აღვადგინოს საყოველთაო აღდგომის ჟამს და გვწამდეს სწორედ ის, რომ მოლოდინი გქონდეს იმისა ცხოვრებისა, როგორც სიმბოლო სარწმუნოებისა გვეუბნება, მოლოდინი, მოველი აღდგომა სამკვეთრით, ანუ აღდგომის მოლოდინი გქონდეს და ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნესასა. ანუ მარადიული ნეტარი სიცოცხლის ცხოვრების მოლოდინი და რწმენა. ღმერთმა მოგცეს და განგვიმტკიცოს ეს სარწმუნოება, რამე თუ ამის გარეშე ქრისტიანობა არ არის სრულყოფილი, ის არ არის ნამდვილი ქრისტიანობა. მიზანი ჩვენი ცხოვრებისა არის მომზადება მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის ღმერთის სასუფეველში. ღმერთთან ვითარცა მისი შვილების ცხოვრება მარადიულად. ჩვენთან არც ღმერთი.